ნატოს მინისტერიალზე თბილისმა მოსკოვის პასუხიც მოისმინა. რუსეთი საკუთარ პირობებს აყენებს. თუ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს. ლავროვის ამ განცხადებას ქართული მხარე არაერთგვარ უნდა დაფასებს. ოკუპირებული რეგიონების არაღიარება ქვეყნის პრიორიტეტად რჩება, თუმცა ოფიციალური თბილისი მოსკოვთან დიალოგის შანსებს ჯერ ისევ ხედავს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი ხელისუფლება ჰყავს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პირველ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს. ლავროვმა ორ მეზობელ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაში საქართველოს წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. ქართულ ხალხთან ჩვენ ისტორიული და კულტურული მეგობრობა გვაკავშირებს. დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ბატონი სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ შეწყდა. პოსტკონფლიქტურ სიტუაციაში იმასაც კი შეუწყოთ ხელი, რომ ცალკეულ ავიაკომპანიებს ჩარტერული ფრენებიც კი აღედგინათ. ასევე მუდამ მზად ვიყავით ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოსვლისთვის შეგვექმნა სათანადო გარემო. რასაკვირველია, თუ კი ის ჩვენს სათანადო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. არ შეწყვეტილა კულტურული ურთიერთობები. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ კონტექსტი ამ პროცესის განხორციელების. მაგრამ იმ დროს, როცა ქართული მხარე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავს, ასეთი რიტორიკა დიალოგის პროცესის დაწყებას ხელს არ უწყობს. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ ბაბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ კრემლთან დიალოგის დაწყების შესაძლებლობები უნდა ეძიოს. ჩვენი პასუხი დღესაც ესე იყო. ქართული მხარე არანაირ წინაპირობას არ აღენებს. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ დიალოგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, მაგრამ ასევე ველით, რომ არც რუსეთის მხარეს ექნება არანაირი წინაპირობა და ასე ვთქვათ, მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს შეეგუება რაღაც ახალ რეალობებს და საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესაძლებლობას. საპარლამენტო უმცირესობისთვის კრემლის ოფიციალური განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. დავით დარჩიაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. თუ კი ახალი ხელისუფლება და ნებისმიერი ხელისუფლება საქართველოს იქნება პრინციპული ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით, შესაბამისად გააგრძელებს ტერიტორიულ მთლიანობის დაცვას, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, საგარეო პოლიტიკური არჩევანის დაცვას და ასე შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება დღევანდელი ძალიან ძნელად ნახავს საერთო ენას ასეთ ხელისუფლებასთან. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთის მეზობელთან ურთიერთობების მოწესრიგება მრავალი სირთულის მიუხედავად შესაძლებელია. დიალოგი რუსეთთან უნდა დაიწყოს, ეს არ იქნება ადვილი. რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი მოგეხსენებათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ დიალოგის აღდგენა ჩვენ დიდ მეზობელთან არ მოხდება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დათმობის ხარჯზე. აღდგება თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს მთავრობისთვის კვლავ სადავო თემად რჩება.